მე იქ გელათში ისე როგორც მთელს ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის საფლავთან და უშუალოდ ტაძარში ფიქრის დროს ერთი რამ ჩემთვის ცხადზე უცხადესია, რომ მე ხმამაღლა ჩემთვის ჩემ თავს უთხარი არავითარი კომპრომისი ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით. არავითარი კომპრომისი არაბული ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით. არავითარი კომპრომისი ემიგრანტებისათვის, ასე, უცხო ტომენტათვის ასე ღიად გაღებული კარები საქართველოში. არავითარი კომპრომისი ემიგრანტებთან ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად არჩევნებსაც ჩამოაცილეთ ეს ხალხი. არავითარი კომპრომისი ამ ჯარიმების თაობაზე, სამარცხვინო მდგომარეობა, რომ საქართველოს ბიუჯეტი ჯარიმებით და მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული. რომ არავითარი კომპრომისი იმის თაობაზე, რომ სოციალური მდგომარეობა არის კატასტროფული. რომ არავითარი კომპრომისი დემოგრაფიულ სიტუაციასთან დაკავშირებით. არავითარი კომპრომისი განათლებასთან დაკავშირებით. რომ რეგიონალური პოლიტიკა არის მკვდარი ქვეყანაში. რომ რეგიონებს პრაქტიკულად არავითარი უფლებები არ აქვს და ამის გამოა რომ ყველა რეგიონში რამდენიმე კაცი უხეში გაგებით მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, რომ ატონობს და მათთვის არც გამგებელია იქ და არც საკრებულო და არავინ არ არის, საკრებულოს მათი დაკომპლექტებულია და გამგებელის მათი დასმულია. ამათ უკან გარკვეულწილად შავი სამყაროს წარმომადგენლები დგანან და არავითარი კომპრომისი ამას გამოკვეთილად ვამბობ იმის თაობაზე, რომ ასეთი კავშირია ქურდებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ეს არის კატასტროფა და არავითარი კომპრომისი. ძალიან ბევრ რამეზე